საპროტესტო აქციის შემდეგ პოლიცია წუხელ მოძრაობა ერთობის ოფისში შევიდა. ორგანიზაციის წევრების თქმით, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ოფისში ძალის გამოყენებით შევიდნენ და უსვამდნენ კითხვებს, რომელი იყო აქციაზე პირბადით. ერთობის წევრების მონაყოლით მათ არ მისცეს ტელეფონების გამოყენებისა და ლაივის ჩართვის საშუალება, თუმცა მეგობრებისთვის შეტყობინებების გაგზავნა მაინც მოახერხეს. პოლიციელებმა ოფისის ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც მოქალაქეები იქ ჩართული კამერებით მივიდნენ. მანამდე პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო რუსთაველის გამზირზე. მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა აქტივისტების ჩხრეკა დაიწყეს. ისინი მოქალაქეებს პირბადეების მოხსნასა და ჩანთების გახსნას თხოვდნენ. მანამდე კი პოლიციამ თავისუფლების მოედანზე ორი გოგო დააკავა, რომლებსაც პირბადეები ეკეთათ და ავტომობილში ჩასვეს. ისინი პოლიციაში გადაიყვანეს და მოგვიანებით გაუშვეს. ლეგიტიმური კითხვები რაც გამაჩნდა, არაფერზე პასუხი არ გამცეს, შემოვიდნენ ჩვენ რომ მშვიდობიანად გვინდა რაღაცებზე გელაპარაკოთო, ამოვიდნენ, დასხდნენ, გაიშალნენ ამ სახლში და დაუწყეს საუბარი ხა რომელი იყავითო, რომელი მოძრაობდითო, ნიღბითო, პირბადითო არაო, ნიღაბი გეკეთათო თქვენო, რომელი მოდიოდითო, ჩვენო იქიდანო აგეკიდეთო და ვიცითო ვინ ხართო, რომელს გეკეთათო და ეხაო თუ არ გვეტყვიო, რომელს გეკეთათო ნიღაბიო გადაგიყვანთო და თუ არ დამემორჩილებითო დაგაკავებთო ტელეფონის გამოყენების უფლებას არ გვაძლევდნენ როგორც კი ტელეფონს ხელში ავიღებდი ეგრევე მოდიოდა ესეთი აგრესიულად დადეეხა ტელეფონი და ჩვენი მეგობრების ამალა მოვიდა შემოვიდნენ ლაივებით ჩვენს ოფისში რის შემდეგაც ჩაულებრად მოკურცხლეს და წავიდნენ ეს კრიმპოლის თანამშრომლები მგონი არ ვერცმაი დაშინების მცდელობა რომ ასე ვთქვათ უკვე დიდი ხანია ეს კანონი შემოგდებულია რომელიც ნიღბებს კრძალავს აქციაზე ასე ვთქვათ რამდენიმე თვე მაინც ვერ გაწყვეტენ ამ კანონის აღსრულებას და ახლა მოვიდნენ და ასე ვთქვათ კრიმპოლით აშინებენ ხალხს საზოგადოებას ემუქრებიან დაპატიმრებით გადაყვანით და ალბათ აუცილებელი იყო გადაყვანა ადამიანის განყოფილება შესაძლოა პირადობით შეგიძლია იდენტიფიცირება მოახდინო საეჭვოა საკმაოდ მაგრამ ვერავის ვერ დააშინებენ ეს ფაქტია ყველა აქ ვარ როგორც კი საზოგადოებამ გაიგო რა ხის რაღაც ხდებოდა დაინახეთ ხალხი მოვიდა გვერდში დაგვიდგენ და სწორედ ამ ერთობით დავამარცხებ ჩვენ ამ რეჟიმს ჩემი აზრით დაშინების მცდელობა იყო კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ აბსურდული მიზეზი თქვეს როგორც მე ვიცი, აინტერესებდათ მე პატრონი. აღიარებით ჩვენებას მოითხოვდნენ, ბიჭებს თხოვდნენ აღიარეთ რომელიმე გეკეთეთ ბალაკლავა, თუ არა და სამიოს წაგიყვანთ.